2008 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1633 საქართველოს რუსეთის ომის შედეგები, რასაც შემდგომში ქართული ოცნების მწვავე შეფასება მოყვა. რატომ დაეთანხმა ქართული მხარე მაშინ ქართული სამხედროების დადანაშაულებას ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია ქართულ სამხედროების ომის დაწყებასთან ერთად ომის დანაშაულებსაც აბრალებს, ისევე როგორც რუსულ ჯარს. დოკუმენტს რუსეთმა ხელი არ მოაწერა განსხვავებით ყოფილი ხელისუფლებისგან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კენჭისყრას მაშინ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები ესწრებოდნენ. მიიღეს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსული ძალების მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა. ამავე რეზოლუციით ქართულ სამხედროებს უკავშირდებოდა ძალების არაპროპორციული გამოყენება და სამხედრო დანაშაულის ჩადენა. კონფლიქტი ომში გადაიზარდა, ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვა-სიტყვით. სიტყვა-სიტყვით წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერა და მერე სხვა სიტყვები წერია. საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. რუსეთის პასუხი წერია. ანუ ცხინვალის დაბომბას მოყვა რუსეთის პასუხიო და ამას ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ. 7 აგვისტოს რაც მოხდა ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი. უმძიმესი ჩანაწერები არის რეზოლუციაში, როგორც მე-5, ისე მე-11 პუნქტებში, სადაც ქართული გმირი სამხედროებზე არის პირდაპირ დაბრალება ომის დანაშაულისა და რომ არა ჩვენი გუნდი შესაძლებელი იყო რომ ქართული სამხედროების ტრიბუნალის წინაშეც კი წარდგენილიყო და ჩვენ დავიცავით ჩვენი გვირი სამხედროები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ამ რეზოლუციაზე მხარდაჭერა არის პირდაპირი ღალატი სახელმწიფოსი, პირდაპირ გაწირვა სამხედროებისა და თავისი დანაშაულის ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ გადაბრალების მცდელობისა. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ახლაც პოლიტიკაში არიან. ახლაც წარმოადგენენ ისინი ნაციონალურ მოძრაობას.